სალმე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მორიგის შეხვედრა გაიმართა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ზურაბიშვილმა განაცხადა განიხილეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. მისი თქმით, წინააღმდეგობის პლატფორმის მეორე შეხვედრაზე დააფიქსირეს, რომ პლატფორმაში შემავალი არც ერთი პარტია არ მიიღებს მონაწილეობას ეგრეთ წოდებულ დროებით საგამოძიებო კომისიის მუშაობაში. მისივე თქმით, კომისია არალეგიტიმური პარლამენტის მიერ შეიქმნა და მას ლეგიტიმაცია ვერ ექნება. სალმე ზურაბიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე პატიმრების გათავისუფლების საკითხზეც იმსჯელეს. შევქმნით ერთიან საერთაშორისო კალენდარს იმისთვის, რომ ჩვენი პოზიციები დროულად იყოს მიწოდებული სხვადასხვა ლიდერებთან თუ პარლამენტებთან, როგორც კოორდინაციის პოზიციები, ეს არ იქნება ჩვეულებრივი ნიუსლეტერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური პოზიციების გაჟღერება ყველა ჩვენ პარტნიორებთან. შევქმნით ერთიან ჩვენ საკომუნიკაციო ჯგუფს, რომელიც შექმნის თავის Facebook-ს, თავის Twitter ანგარიშს და ამით ჩვენ უფრო მარტივად გავავრცელებთ ჩვენ გადაწყვეტილებებს.